საღამო მშვიდობისა, მოგესალმებით. მინდა ვიდეო ჩავწეროთ თურქეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით. თურქეთში ჩატარდა სახალხო პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნები, ეგრეთ წოდებული ჯეჰეპეს არჩევნები, როგორც მას უწოდებენ თურქეთში. არჩევნების ჩატარების შემდეგ გაიმარჯვა და გახდა თავმჯდომარე ოზგურ ოზელი. ოზგურ ოზელი მანამდეც იყო თავმჯდომარე. მის გამარჯვებას ხელი შეუწყო იმანაც, რომ თურქეთის დიდმა ქალაქებმა არ გამოიყვანეს თავიანთი კანდიდატურები, რომ ხელი შეეწყოთ ოზგურ ოზელის თავმჯდომარედ არჩევას. ოზგურ ოზელი ისედაც გაიმარჯვებდა, იმიტომ რომ მას აქვს ხალხის დიდი ნდობა და ოპოზიციის დიდი ნდობა. ამასთან ერთად პარალელურად ხდება ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ ეკრამ იმამოღლუ განთავისუფლდეს საპყრობილიდან და ეკრამ იმამოღლუ გახდეს პრეზიდენტობის ერთადერთი კანდიდატი ოპოზიციიდან. რის შემდეგაც ხალხი როგორც ფიქრობს, ერდოღანი იძულებული გახდება, როდესაც მოაგროვებენ ისინი უმრავლესობა ხმებს, იძულებული გახდება ერდოღანი ის გამოუშვას საპყრობილიდან და დაეთანხმოს მისი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენას. ამასთანავე ეკრამ იმამოღლუს ადვოკატები გამოდიან განცხადებით და მათ შეიტანეს ასევე სარჩელი სასამართლოში, რომ გაანთავისუფლდეს წინასწარი დაკავების საკნიდან ეკრამ იმამოღლუ, რადგანაც მის წინააღმდეგ არ არსებობს პირდაპირი სამხილები, არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ირიბის სამხილები, ამიტომ ისინი ითხოვენ ეკრამ იმამოღლუს განთავისუფლებას საპატიმროდან. ეს რა თქმა უნდა დამოკიდებულია იმაზე, რამდენადაც დამოუკიდებელი იქნება თურქეთის სასამართლო, რაზეც დიდ ეჭვს გამოთქვამს თურქეთის ხალხის უმრავლესობა და ოპოზიცია და დამოკიდებულია აგრეთვე იმაზე, თუ რამდენად ექნება ერდოღანს მისი გარეთყოფნის სურვილი. ამასთან ერთად მე მინდა მოგახსენოთ ბოიკოტის შესახებ. როგორც ჩვენ ვიცით, ოპოზიციამ გამოაცხადა ბოიკოტი და მოუწოდა ხალხს თავიანთ მომხრეებს, რომ არავინ არ შესულიყო ხელისუფლების მომხრე სავაჭრო ცენტრებში, ბენზინგასამართ სადგურებში, რესტორნებში, კაფეებში და სხვა ადგილებში, სადაც ოპოზიციას არ ემხრობიან. რა თქმა უნდა, ეს სისულეში მოიყვანა ხალხმა და ვიხილეთ ჩვენ იმ დღეს დაცარიელებული დახლები, დაცარიელებული მაღაზიები, დაცარიელებული ყავახანები და ბენზინგასამართის სადგურები. რის შემდეგაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა გაეგზავნა თავისი მომხრეები, თავისი მინისტრები ამ დაწესებულებებში, სავაჭრო ცენტრებში და ევაჭრათ იქ, რომ ბიუჯეტში ფული შესულიყო. მინისტრები როდესაც შევიდნენ სასურსათო მაღაზიაში, ერთ-ერთმა მინისტრმა მოითხოვა, რომ მისთვის აეწონათ 1 კილო ბასტურმა. როდესაც მან ფასი იკითხა, ბასტურმის ფასი აღმოჩნდა, რომ იყო 2500 თურქული ლირა. ეს უთანაბრდება სადღაცა $70-მდე, მინიმუმ $70. მინისტრი გაკვირვებული დარჩა ბასტურმის ფასით და მან თქვა, რომ ის ვერ იყიდის 1 კილოს და მას აუწონენ რაღაც 200-300 გრამი. მეორე მინისტრის, რომელიც შევიდა აგრეთვე სასურსათო მაღაზიაში, მან მოითხოვა 1 კილო ხორცი და როცა ფასი იკითხა, მის ხორცის ფასი იყო 1500 თურქული ლირა, რომელიც შეესადაგება სადღაცას, უმადრო ვთქვათ, $40. ფასები თითქმის გაუმაგებულია პროდუქტებზე. მინისტრები გაკვირვებული დარჩნენ ფასების ასეთი მომატებით, თვითონაც აზრზე არ არის, რა თქმა უნდა, ისინი კაბინეტებში ზიან და გარეთ რა ხდება არ იციან. ოპოზიცია ამბობს, რომ ამ ბოიკოტით ერთი კარგი საქმე გააკეთეს ის, რომ მინისტრები გამოიყვანეს კაბინეტებიდან და მათ თავიანთი თვალით ნახეს, თუ ქვეყანაში რა ხდება და როგორი სიძვირეა, რადგანაც კაბინეტებიდან და პარლამენტიდან არ ჩანს გარესამყარო როგორია. ჩემი ყურადღება მიიქცია თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის გამოსვლამ. მან, როდესაც ბრიფინგი ჩაატარა წინა დღეს, მას ჟურნალისტმა კითხვა დაუსვა, თუ მინისტრს რა რეაქცია აქვს იმასთან დაკავშირებით, რომ საპატიმროებში ახალგაზრდებს აშიშვლებენ და ისეს ხდება მათი დათვალიერება.
მინისტრმა განაცხადა, რომ მას ასჯერა, რომ თურქეთის საპყრობილეებში ასეთი რამე ხდება, მაგრამ ის გამოიძიებს ამ საკითხს, მან პირობა მისცა ჟურნალისტებს და თურქ ხალხს და თუ ნახავს კამერებს და თუ ერთი ასეთი ფაქტის დადასტურდება, ის სასტიკად დასჯის დამნაშავეებს და არ დატოვებს ამ საკითხს უყურადღებოს ამის პირობა დადოს შინაგან საქმეთა მინისტრმა. მან განაცხადა, რომ ეს არის ქართველი ახალგაზრდების ღირსების აყრა და ეს საკითხი აუცილებლად უყურადღებით იქნება განხილული. ამ დროს მე ჩემი აზრები საქართველოსკენ წამოვიდა და ფიქრობდი, რომ აქ ასეა თუ ისეა როგორი ქვეყანაც არის აუტოკრატიული თუ რაღაცა, დემოკრატია არ არსებობს ჩვენ ვიძახით თურქეთში, მაგრამ მინისტრი იმას მაინც პირდება ხალხს, რომ თუ ესეთი ფაქტი აღმოაჩინა ახალგაზრდების რაკია გაშიშვლება, ის ამაზე პასუხს აგებინებს დამნაშავეებს. მაგრამ ჩვენთან საქართველოში შინაგან საქმეთა მინისტრი მე არ გამიგონია და არ მომისმენია, რომ გამოსულიყოს და ამ ბრიფინგი ჩაეტარებინოს და განეცხადებინოს, რომ ეს საქციელი ახალგაზრდების ციხეებში გაშიშვლება არის ცუდი საქციელი და დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. ჩვენ ასეთი შეგრძნება გვაქვს, რომ ჩვენს ქვეყანაში ჩვენ არ გვყავს ხელისუფლება, და თქმა უნდა ჩვენ არ ვეთანხმებით იმათ, იმიტომ რომ ჩვენი არჩეული უმრავლესობის არ არის ისინი, მაგრამ რადგანაც თვითონ ჩვენს ხელისუფლება დაუქვამენ თავს, ისინი უნდა იყოს ყველასი ხელისუფლება, ყველასი მინისტრები და არა მარტო ოცნების მინისტრები. ისინი უნდა იყოს მთელი ხალხის მინისტრები და ასევე უნდა მათ აწუხებდეთ ის, რომ საქართველოს ციხეებში ხდება ახალგაზრდების გაშიშვლება და მათი ასე გასინჯვა თუ რაც ხდება და ამაზე უნდა ჰქონდეთ მათ ძალიან მკაცრი რეაქცია. ვნახოთ ახლა მოვლენები როგორ განვითარდება. თურქეთში ოპოზიცია ელოდება ამ ხელმოწერების შეგროვებას, როგორც ჩვენ ვიცით, თურქეთი არის ძალიან დიდი ქვეყანა და ხელმოწერების შეგროვებას ალბათ მოუნდება ცოტა დრო. ჯერჯერობით ოპოზიცია კვირაში ერთხელ აცხადებს, რომ ატარებენ ისინი გამოსვლებს, მიტინგებს და დანარჩენის შემდეგში ვნახოთ მოვლენები როგორც განვითარდება, მეც იმის მიხედვით მოგაწოდებთ ინფორმაციას. ჩემი ერთადერთი სათხოვარი იქნება, რომ გამოიწეროთ ჩემი არხი და მოიწონოთ ჩემი არხი. მე ვარ ემიგრანტი სტამბულში, რომელიც უკვე 16 წელიწადია და თითქმის მე-17 წელიწადში გადავედი და მუშაობ აქ და ჩემზეც რა თქმა უნდა მოქმედებს აქაური არეულობა, აქაური სიტუაცია, იმიტომ რომ სულ რომ არაფერი დოლარი ისე ძვირდება, რომ $100 რომ ვიყიდოთ, სადღაცას 3900 თურქული ლირა გვჭირდება იმისათვის. ყველაფერი არის ძალიან გაძვირებული და მდგომარეობა ასეთია ჯერჯერობით თურქეთში. ძალიან დიდი მადლობა რომ მომისმინეთ, ძალიან დიდ მადლობას გიხდით ყურადღებისათვის და კარგად ბრძანდებოდეთ. მომავალ შეხვედრაზე.